ლორენ, არა, ძალიან ზურია. დიმა, ძალიან მომწონს ეს ჩანთა. არა, დამიჯერე, ძალიან ზურია. დიანა, 20 მოთხოვნა მივიღეთ. ძალიან კარგი, მაშინ შაბათს გავაგრძელებთ მეოთხე წევრის ძებნას ბანის გუნდისთვის. დიანა, მე გჭირდები? გოგოებო, სად იყავით? 9 საათია გეულდებით. გამარჯობა, მასკოტ. ნასტია, რა თქმა უნდა გჭირდები, შენც ხომ გუნდის წევრი ხარ? კარგი, მაშინ მასკოტ, იქ რა ხდება? გოგოებო, მე არ ვიცი, მაგრამ უკვე ძალიან დიდი ხანია ყვირიან. მგონი იმაზე კამათობენ ვინ გახდება სკოლის პრეზიდენტი. მოიცადე, ჩვენ სკოლა პრეზიდენტს ირჩევს. მაგაზე არ ვიცი ირჩევენ თუ არა, მაგრამ ჩემი აზრით უნდა აირჩიონ. კარგი, წავიდეთ ვნახოთ, აბა რა ხდება. მე უკეთესი პრეზიდენტი ვიქნები. არა მე თქო, აი ნახავთ. აქ რა ხდება? მე უკეთესი სკოლის პრეზიდენტი ვიქნები. მომისმინე მე თუ გავხდები სკოლის პრეზიდენტი, გაკვეთილები დაიწყება 12 საათზე და არა 8-ზე. გასაგებია? კარგი, აბა ვინ მიჭერს მე მხარს? ჩვენ! კარგი და მე თუ გავხდები სკოლის პრეზიდენტი, ახალ ფორმებს შემოვიტან ძალიან მაგარს, რომ ჩვენი ბავშვები კარგები იყვნენ. ახლა მე ვინ მიჭერს მხარს? მე! უმეტესობა მე მიჭერს მხარს. არა, მე უფრო მეტი მიჭერს მხარს. გოგოებო, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუოთ. არც ერთი არ გახდებით პრეზიდენტი. ერთი ლუზერია, მეორე მოღალატე. თქვენერი ხალხი არ ხდება პრეზიდენტი. რა? გითხარით, რომ ეს კამათი უაზრო დროის კარგვა იყო, მხოლოდ მაგრები ხდებიან პრეზიდენტები. ჭკვიანებიან ათლეტურები. ხო, გოგოებო, მართალი, ამ საქმისთვის მართლა არ გამოდგებით. მომისმინე ბროუს გეშლება, კარინა ძალიან მაგარია, პრეზიდენტი გახდება. მეგობრებო, თქვენ არაფერი არ გესმით, პრეზიდენტი ძალიან მაგარი ტიპი უნდა იყოს. მერი, შენი მჯერა. მადლობა, რაიან. კარგი, ამასაც ვნახავთ, ლუზერებო. ვნახავთ, რაიან. ესე იგი ლუზერებმა რაღაც ახალი მოიფიქრეს, პრეზიდენტობა უნდათ. დიანა, იქნებ ისევ შენ გახდე სკოლის პრეზიდენტი. ხო, სანამ ვიღაც გიჟი მოვიდა და თავისი წესები ჩამოაყალიბა. კარინა გაიგეთ, კარინას წესები 12-ზე უნდა რომ დაიწყოს, ძილი აკლია. გოგოებო, სერიოზულად, გინდათ რომ კიდევ მე ვნახოთ პრეზიდენტად? რა თქმა უნდა. დიანა, ხო იცი, მე ყოველთვის მხარს დაგიჯერ. გოგოებო, მაგრამ იაზრებთ, რომ სკოლის უმეტესობამ უნდა მომცეს ხმა და არა მარტო თქვენ. ჩემო ერთგულო მეგობრებო, ძალიან მიყვარხართ. დიანა, კიდევ ეჭვებში ხარ? რა თქმა უნდა, ყველა შენ მოგცემს ხმას. ხო, საუკეთესო კანდიდატი ხარ. დიანა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გამოგივა. ჩვენ სკოლას უბრალოდ შენაირი პრეზიდენტი ჭირდება. კარგი, გოგოებო, თითები გადააჯვარდინეთ ჩემთვის. თუ უმეტესობა ხმას მომცემს, მაშინ ამ სკოლის პრეზიდენტი ვიქნები კიდევ ერთხელ. ხო, მაგარია. დიანა, რა თქმა უნდა, შენ გახდები პრეზიდენტი. ხო, სხვა გზა არ არსებობს. შენ ეს შეგიძლია საყვარელო. დიანა, საკუთარ თავს საყვარელს ეძახი? ჩემი აზრით საყვარელობაა. ხო. დიანა, მგონი სმაილს უნდა დაუბრუნო და ის გეძახდა ამას. არა მარტო სმაილი, ტიმურიც მეძახდა და ჩემი ყოფილიც დიმაც. მოდი, ამიტომ დავივიწყოთ სმაილი და ჩემი წინა ურთიერთობები. იქნებ კაფეტერიაში წავიდეთ? გოგოებო, მგონი მართლა კაფეტერიაში წასვლის თუა. გოგოებო, თქვენ შემდეგ. მადლობა, მასკოტ. ზალინა, ვიცი რომ გუშინ ყველაფერი გვაჩვენე რა შეგეძლო და ხომ იცი რომ სხვა გზა არ არის, ვერ ჩაგცვალ ბანის გუნდში. უბრალოდ არ ჯდები. კოსტა. ტრენერები ძალიან მოთხოვდა, ზალინა მაქსიმალურად ყველაფერს ეცდება. ის ყოველდღე ვარჯიშობს. მართლა ძალიან ვეცდები. კოსტა, უნდა გაიგო რომ ზალინა ვერ გახდება ჩერლდერი ბანი. უბრალოდ სხვა გზა არ არის, გოგოები წინააღმდეგი იქნებიან. კარგი, მადლობა მწვრთნელოები, მადლობა რომ სიმართლე გითხარით. ზალინა, მოიცადე. ტრენერები გითხარით, რა უნდა გააკეთოს ზალინამ, რომ ნამდვილი ბაჭია ჩერლდერი გახდეს. კოსტა, ვერ გავხდები ბანის ჩერლდერი. ზალინა, მოიცადე. სასწრაფოდ უნდა ვიპოვოთ მეოთხე წევრი, იმიტომ რომ თუ ყველა ასე თხოვნას დამიწყებს, არ შემიძლია. რაო? არ მიშვებენ ბანის გუნდში. რაც შეგვეძლო ყველანაირად ვთხოვეთ, მაგრამ ზალინა ბაჭია ჩერლდერი ვერასდროს ვერ გახდებაო. აი, მე ხო გეუბნებოდით, აქ მოსვლას აზრი არ ქონდა. მომისმინე ზაკად, მართლა საკმარისია. უკვე შენი საქციელებით ყველა დავიღალეთ. კარგი ზუგ დაძღარდი. არა, მართლა ზაკად, მეც დავიღალე, რეებს იძახი ხოლმე. ზომბებო, გამარჯობა. ვა, ნეტა ისინი რაზე შედიან? კალათბურთელებს რა ენაუხლებათ? ჩვენ დავიღალეთ აქეთ-იქით სირბილით. მედლები მჭირდება. ტრენერები. ხო, არა, დღეს არ შემიძლია. კარგი ნახვამდის. კალათბურთელებო, რა გინდათ? მოკლედ, ტრენერები, რაღაც უნდა გთხოვოთ. ჩვენ შაბათს ჩერლდერებთან ერთად რაღაცები დავგვიქმნით. მოკლედ, გვინდა რომ გოგოები ამ შაბათ-კვირას ვარჯიშებიდან გაათავისუფლოთ. და ეს თქვენთვის არის. ვა, ბიჭებო, ხედავ რომ გაიზარდეთ. ჯენტლმენები ხდებით, მწვრთნელსაც მოუტანეთ საჩუქარი? აბა, რას ფიქრობ ტრენერები, გავუშვებთ? ტრენერები, გთხოვთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კონცერტისთვის ბილეთები უკვე ვიყიდეთ.
ხო, თან ძალიან მაგარი კონცერტია, ყველაზე მაგარი ჯგუფებით. კონცერტი, სიურპრიზი, მე ტკბილს არ ჭამ და გოგოებიც ემზადებიან შეჯიბრისთვის, ამიტომ ვერანაირი კონცერტი ვერ მოხდება. ანუ არა. კიდევ აქ ხართ? მეოთხე წევრი უნდა ვიპოვო და ხელს მიშლით. წადით აქედან, არ მოხდება, დაკავებული ვარ. კარგი ტრენერები. ხო გითხარით, რაღაც ხონერად უნდა გვეთხოვა. ტიმურ, ყველაფერი შენი შოკოლადის იდეის ბრალია. ვიცოდი, რომ ტრენერების არ მოეწონებოდა. ალიო სოფია, გამარჯობა, ეს მწვრთნელიებია. თქვენ გინდოდათ სამი ლატე? სტაფილოსწვენი. მადლობა პიცა, მადლობა აის. სხვათა შორის იცოდით, რომ ჩვენი სკოლა მალე პრეზიდენტს აირჩევს? ნასტია, ყველას არ უნდა გამოუცხადო, ვინც ჩემს პოსტერს ნახავს, გადაწყვეტს ხმა მიმომცეს თუ ვინმე სხვას. დიანა, არ გინდა ეს თავდამდაბლობა, ყველა შენ მხარეს უნდა იყოს. აი ეს პიცა, ხო იცით, ხმა დიანას უნდა მიცეთ. ყველაზე კარგი კანდიდატია. თან სხვები მერი და კარინა მონაწილეობენ. მასკოტ დაივიწყე, ისინი ვერ გახდებიან სკოლის პრეზიდენტები. ბაჭიებო, კარგია რომ აქ ხართ. ნასტი, ახლა შენ რა უსამოწვევ და მინდა გითხრა რომ იმედები ძალიან გამიცრუე. პიცა ერთი კაპუჩინო გამიგეთებ. კარგი მასწავლებელო მაიკ გავაკეთებ. მასწავლებელო მაიკ, უკეთესი ვიქნები, გპირდებით მართლა. აი შემდეგში იდეალურ ქულას ავიღებ. მართლა. მასწავლებელო მაიკ, იცით რომ მალე ახალ პრეზიდენტს ავირჩევთ? ხო, და მასწავლებელო მაიკ, გოგოებმა მთხოვეს რომ მეცადა და კანდიდატი უყოფილიყავი. პრობლემა ხომ არ არის, რას ფიქრობთ აბა? არა დიანა, რა თქმა უნდა შეგიძლია იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, არ მადარდებს. აი ნასტიას როლი კიდე მართლა ჭკუიდან გადამიყვანს. ბანის ცხვირი აწეული აქვს, მაგრამ ძლიერები არ არიან. გამარჯობა მასწავლებელო მაიკ. ბანის ცხვირი აწეული აქვს, მაგრამ ძლიერები არ არიან. ბაყაყები გახდებიან ჩემპიონები. გაიგეთ? გამარჯობა გოგოებო. ოხ, ესენი უკვე ძალიან მაღიზიანებენ. მასკოტ, არა მარტო შენ. გოგოებო, არ აქვს მნიშვნელობა, ხმას ისინი მე მაინც არ მომცევენ, მაგრამ არა უშავს, როცა პრეზიდენტი გავხდები, ძალიან გაუჭირდებათ აქ ყოფნა. ხო, რაც უნდათ ის თქვან, აი მერე ვნახოთ ვინ გაიცინებს. ხო, ცხვირი ჰაერში გაქვთ. დიანა, არ გინდა ცხვირის აწევა, ისედაც ვიშლება შენი გუნდი. ხო, და ბაყაყები ერთიანად ვართ. ვერ გაგყოფთ. ხო, მართალია. და თქვენ ყოველთვის შარში ხართ. კარგით გოგოებო, საკმარისია, მეცოდებიან კიდეც. გოგოებო, რა გჭირთ ცოტა ხმა დაბლა. პიცა, მადლობა. ბაყაყებო, შეკვეთებს აღარ ვიღებთ ამ დასვენებაზე. გოგოებო, თქვენთან ვარ. მადლობა პიცა, ბაყაყებო, ჩვენი სკოლა ახალ პრეზიდენტს ირჩევს. იმედი გქონდეთ რომ მე არ ვიქნები. ხო, თორემ ძალიან გაგიჭირდებათ. გოგოებო, მე კიდევ ერთ სტაფილოსწვენს დავვლობ და დარბაზში შევხვდებით. აი ეს კიდევ ერთი სტაფილოსწვენი გამიგეთებ. კარგი მასკოტ, ყველაზე დიდ ჩიქაში გაიგეთებ. აი ეს ბაყაყები მგონი ნერვებს მიშლიან ბოლო დროს. ვიცი პიცა, მაგრამ ჩვენი კლიენტები არიან, რა უნდა ქნა? თან რაც უთხარი მაგას აზრი არ ქონდა. მიდი ახლა და შეკვეთა აიღე. კარგი რა აი ეს. არა პიცა, მიდი. დიმა მითხარი, ის როგორ გახდება სკოლის პრეზიდენტი? ლორენ, წინა წელს იყო პრეზიდენტი, ამიტომ შეიძლება წელსაც იყოს. დამპირდი რომ არ გახდება პრეზიდენტი. და ხმა რომ თემა სკოლა მიცეს. დარწმუნდი რომ ხმას არავინ მისცემს. მოიცა, ეგ როგორ? არ ვიცი დიმა, როგორც გინდა. მე და შენ რაღაც გეგმა უნდა მოვიფიქროთ ამ სკოლის პრეზიდენტი როგორ უნდა გახდე. იმაში გეთანხმები რომ ყველას მოდურად და კლასიკურად უნდა ეცვას. შეგვიძლია პიკნიკი მოვაწყოთ. ლუზერებო, გაიწიეთ აქედან მოშორდით. ლეილა, ფრთხილად. ტომას, პიკნიკი არ დამეხმარება, რაღაც უფრო იდეალური გვინდა. დიმა, დამპირდი რომ მას არ აირჩევენ პრეზიდენტად. ვოუ, ეს რა არის? დიმას ყოფილი შეყვარებული, უნდა რომ ამ სკოლის პრეზიდენტი იყოს. ხო, როგორცაც პრეზიდენტის არჩევნები დღეს სტარტდება. აი დიანამ უკვე გამოაკრა თავისი პლაკატი. დიმა, შენი დამყოლი ხასიათი არ მომწონს, ჩემს მხარეს უნდა იყო. ლორენ, მე ყოველთვის შენ მხარეს ვარ. მაგას ვერ ვხედავ. დიანა პრეზიდენტი? კარგი, ამასაც ვნახავთ. აუ, მე უნდა ვიყო პრეზიდენტი. მე? არა? მე თქო, მე დიანა ამ სკოლის პრეზიდენტი? არა, ლეილა, ეს არ მოხდება. შენი პოსტერი დიდი ხანია თავის დროს ელოდება. ლეილა, შენ გახდები ამ სკოლის პრეზიდენტი და მე მთელი ბანის სკოლა შენი წესებით იმუშავებს. მთელი ბანის სკოლა შეიცვლება, შენი წესები იქნება, ჭკვიანური წესები. ლეილა, ახლა ზუსტად შენ გეძებდი. მასწავლებელო მაიკ, დაკავებული ვარ, მოგვიანებით ლეილა, გნახავთ. ვიფიქრე რომ ტესტების გასწორებაში დამეხმარებოდი. მასწავლებელო მაიკ, არ იცით რომ წელს არჩევენ ახალ პრეზიდენტს სკოლისთვის და ეს მე უნდა ვიყო, მე უნდა გავხდე პრეზიდენტი. ესე იგი მასწავლებელმა ყველაფერი თვითონ უნდა გააკეთოს. შეცდომა არ დაუშვათ სტუდენტებო, ლეილას მიესით ხმა და ეს სკოლა შეიცვლება და შენ დიანა უკვე იყავი პრეზიდენტი.
ვირთხებო, მასწავლებელი მაიკი ხო არ გინახავთ? მასწავლებელი მაიკი კლასშია და სხვათა შორის კალათბურთელებო, ჩვენი სკოლა პრეზიდენტს ირჩევს, ამიტომ მე მომეცით ხმა. მადლობა. უაზროა, იმიტომ რომ კალათბურთელები მხოლოდ ბანის ხედავენ. კარგი, ახლა დრო ავუხსნათ ყველა სტუდენტს, რატომ არის კარგი ჩემი არჩევა. მასწავლებელი მაიკ. მეგობრებო, ასე აღარ შემაშინოთ. მასწავლებელი მაიკ, ტრენერების უნდა დაელაპარაკოთ. მოკლედ, ჩვენ ბილეთები ვიყიდეთ შაბათს კონცერტზე და გვინდა რომ გოგოები წავიყვანოთ. მაგრამ ამისთვის გვჭირდება რომ ტრენერმა გოგოები გაათავისუფლოს. კარგი, ყველაფერი თავის ადგილზეა, არაფერი გატეხილა. მეგობრებო, არ მესმის მე ჩილიდერების ვარჯიშიდან გათავისუფლებასთან რა შუაში ვარ. მათ ხო ყავს თავიანთი ტრენერი, მიდით ეგესთან და დაელაპარაკეთ. მასწავლებელი მაიკ, მაგას გეუბნებით რომ უკვე დაველაპარაკეთ და წინააღმდეგია. მას შოკოლადსაც კი ვაძლევდით. ტიმურ, მე ხო გითხარი რომ არ აიღებდა, იმიტომ რომ ტყუილობს არ ჭამს. ამიტომაც დაგიბრუნა. მეგობრებო, ერთი რაღაც გაიაზრეთ. ტრენერმა თუ თქვა რომ გოგოების ვარჯიშიდან არ გამოუშვებს, ესე იგი არ გამოუშვებს. და მე ვერაფერს ვერ ვიზამ და ჯობია თქვენს ვარჯიშზე წახვიდეთ. დიდი ხანია კალათბურთის ფორმაში არ გვინახიხართ. კარგი, მასწავლებელი მაიკ, დახმარებისთვის მადლობა. და ისე მასწავლებელი მაიკ ვარჯიშს არასდროს არ ვაცდენთ. ყოველ დღე ვარჯიშობთ. მოიცა ახლა რა ვშვებით, აღარ მივდივართ. კიდევ 2 დღეა კონცერტამდე, რამეს ვიზამთ. კალათბურთელებო, ისე ხო არ გინდათ ამ ყველაფრის გაწმენდაში დამეხმაროთ. ჩვენ ხო ვარჯიშობთ, მასწავლებელი მაიკ. კარგი, მაიკ, დაძრადი, შენ ამას შეძლებ. მოკლედ, მეგობრებო, იდეა მაქვს, ახლა გოგოებს ოთახში შევიდეთ და პირდაპირ უთხრათ რომ ამ შაბათს კონცერტზე ჩვენთან ერთად მოდიან. ტიმურ, მომისმინე, უბრალოდ გვეთქვენ რომ თავი დაგვანებონ და მორჩა. მოიცა, მეგობრებო. სკოლის პრეზიდენტი დიანა და ლეილა. საერთოდ ყველასგან მეულდებოდი ლეილას გარდა. გამიკვირდა რომ პრეზიდენტობა უნდა. მეგობრებო, ისე კარგი რაღაცაა. ხო, მართლა მაგარია, ჩვენ ყველანი დიანას მივუცემთ ხმას. მე რა დიანა გახდება სკოლის პრეზიდენტი, ჩილიდერები ბედნიერები იქნებიან და გამოვყვებიან კონცერტზე. ესე იგი ჩემი საყვარელი პრეზიდენტი გახდება. ტიმურ, ხო გითხარი რომ დიანას ეგ აღარ დაუძახო. კარგი, სმალ დაძრადი, მთავარი ის არის რომ დიანა გახდეს პრეზიდენტი და მე გოგოები დავგთავდნენ და ჩვენთან ერთად კონცერტზე წამოვიდნენ. ხო, მთავარია პრეზიდენტი გახდეს. მეგობრებო, მგონი ყველა მისით დღეს კაფეტერიაში რატომაც შევიკრიბეთ. დღეს ჩვენი სკოლის შემდეგი წლის პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ. მე მომეცით ხმა, არა მე მომეცით ხმა. არა, წესებია. კარგი, პრეზიდენტად. ამ სკოლაში ყველაზე მოდური პრეზიდენტი მერი იქნება. ხოლმე მე არ მესმის რატომ დგანან კარინა და მერი მასწავლებელი მაიკის გვერდებზე? მგონი პრეზიდენტობა უნდათ. სხვათა შორის ძალიან მეწოდებიან, არ ესმით რომ პრეზიდენტად არავინ აირჩევს. მოგესალმებით ყველას, ვინც არ მინახავს. მივესალმოთ სკოლის პრეზიდენტობის პირველ კანდიდატს, ჩემ მარჯვენა ხელს, ლეილას. ამირჩიეთ მე და ნახავთ რამდენი ცვლილება იქნება ბანის სკოლაში. მე ვიცი რაც შეიძლება, მხოლოდ სწავლა და სწავლა იქნება, არანაირი გართობა. არ მომწონს ეს ლეილა, არ ვენდობი. ნეტო მე მომცენ ხმა. ჩვენ ასევე ველოდებით ბაჭია ჩილიდერებს და მათ კანდიდატურას დიანას პრეზიდენტობის გაგრძელებას ურს. მასწავლებელი მაიკ, მგონი არ ღირსაულოდება, როდესაც გაიგებდა რომ მეც ვარ კანდიდატი, შეეშინდებოდა და გაიქცეოდა. არა, მაინც ჩემი საყვარელი გაიმარჯვებს. ტიმურ, არა სმაილ, ახლა არა, აუცილებლად დიანა უნდა გახდეს პრეზიდენტი, თორე კონცერტზე ვეღარ წავალთ. ხო, რომეო, მართალი ხარ, შენ მერე დაგილაპარაკებით. ვხედავ ყველა აქ არის. დიანა, შენ ეს შეგიძლია. ლეილა, ვხედავ რომ შენც გინდა პრეზიდენტობა. რა თქმა უნდა დიანა და დღეს შენ კი არა, მე ამირჩევენ. მაგასაც ვნახავთ, აბა? მასწავლებელი მაიკ, რატომ არ ვიწყებთ უკვე ხმის მიცემას? ბაყაყები დიანას წინააღმდეგ. ჩვენ დიანასკენ. მადლობა ბაყაყებო, ყველაზე ბოლოს ამას ველოდებოდი თქვენგან. კარგი, 4-3 წინააღმდეგ. ლეილა იგებს. არ ვიცი ლეილა რა წესებს შემოიტანს, მაგრამ მე დიანას წინააღმდეგი ხო, ვარ. მოდით უბრალოდ მოვისმინოთ თითოეული კანდიდატი ამ სკოლას რა შესთავაზებს. ხო, მოვისმინოთ. მე თუ პრეზიდენტი გავხდი წელს, ძალიან ბევრ რაღაცას შევცვლი ამ სკოლაში. მოდით, მალე შემოდით. აირჩევენ ახლა პრეზიდენტს ჩქარა. მე თუ გავხდები პრეზიდენტი, წინა წელსაც ვიყავი და დარწმუნებული ვარ, ყველა კომფორტულად სწავლობდა აქ. არ დამიგვიანია იმედი, მთელ სკოლაში ვეძებდი. არა მწვრთნელოები დროზე მოხვედით. კარგი, იმით დავიწყებ, რომ ყველაფრის გარდა კიდევ 3 უცხო ენა უნდა ვისწავლოთ. ყოჩახ ლეილა, ეს ძალიან კარგი პროგრამაა. კარგი, მე ჩინურის, იაპონურის და კორეულის სწავლა მინდა. და ჩემი პროგრამა იმით დაიწყება, რომ ქალაქგარეთ სახლში წავალთ ზამთარში. აბა ეს როგორ მოგწონთ? კი! მაგარია. მე ყველაფერი არ მithქვამს, ყოველ თვე წაგიყვანთ მუზეუმებში, რომ ისტორია კარგად ვისწავლოთ. ხო! მაგარია. ისე მეც უნდა აღნიშნო, ისტორიული ექსკურსიები მართლა ძალიან კარგია. კიდევ ერთი რაღაც, გთავაზობთ, რომ ამ შაბათს ყველა წავიდეთ როკ კონცერტზე. რა სიტყვით? კი!
არ მჯერა. როგორც ჩანს, გოგოები კონცერტზე ისედაც მიდიან. მეგობრებო, უკვე აღარ მადარდებს პრეზიდენტი ვინ გახდება. მთავარია კონცერტზე ჩვენთან ერთად წამოვიდნენ. კოსტია, ვის ვაძლევთ ხმას? დიანას ვერთხევს ვერ ვენდობით. მესამე, მკაცრი სკოლის ფორმები გვექნება. არა, რა დროს სკოლის ფორმებია. ყველა მოსწავლე მოდური უნდა იყოს. მე ამასთან დაკავშირებით კარგი გეგმა აქვს. და მესამე, გთავაზობთ, რომ შემდეგ პარასკევს სკოლაში გავათიოთ ღამე და გავერთოთ. მეგობრებო, კარგი, გოგოებს ყველა მოусმინეთ. ახლა გადაწყვეტილების მიღების თქო. კი! კარგი, სწორი არჩევანი გააკეთეთ ბავშვებო. ჩემი შინაგანი ხმა სულ შენთან არის დიანა. მადლობა მწვრთნელოები. დიანა. ლეილა. მე დიანა. ჩვენ ლეილა გვინდა. დიანა. ლეილა. დიანა. ახლა კი ხმები გავიგოთ. დიანა, რამდენი იყო? 16 არის ჩემთან. და ლეილა? 15 ჩემთან, მაგრამ ჩემი მეგობარიიანა არ არის სკოლაში. რას ფიქრობთ, ვის მისცემს ის ხმას? ხო, მართალია, ეს ცოტა უსამართლობაა. დიანა პრეზიდენტად. არა, რეა. მასწავლებელმა იქ თქვენ ვის აძლევთ ხმას? ლეილა, არა სწორია. დიანა, გამარჯვებისთვის ყველაფერი სწორია. კარგი, ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. იმედი მაქვს მე ამირჩევენ პრეზიდენტად და არა ამ გიჟ ლეილას, ვინც ის კიდევ რას მოიფიქრებს. კარგი, წავედი, კარგად. ლეილა, დაიმახსოვრე, ამ სკოლის პრეზიდენტები ვირთხები არასდროს გახდებიან. აი ნახავ.